ქალბატონო მაია, უსმენდით თქვენ გახარიას წარმომადგენელს და ხო, პრინციპში ალბათ ლელოს წარმომადგენლების არგუმენტიც ეს არის, რომლებიც დღეს სხვათა შორის ისე ვერ მოვიდნენ უკვე მეორე გადაცემაში, ვერ მოახერხა ამ პარტიის წარმომადგენელმა ჩვენთან ვერც სტუდიაში მოსვლა და ვერც ჩართვა, იმედია მომდევნო გადაცემაში აუცილებლად მოახერხებენ, რომ მათი პოზიციაც შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. მაგრამ ალბათ მთავარი არგუმენტი არის ეს, ხო, სწორედ, რომ აი გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც ამას ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი, მიიღებენ საერთო გადაწყვეტილებას, არის საკმაოდ რეალური, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისში დამარცხდეს და მერის აი ეს თანამდებობა უკვე იყოს ოპოზიციის ხელში და ამას შემდეგ მოყვება რეჟიმის რღვევა. აი ეს არგუმენტი რატომ არის თქვენთვის ან რეალობას მოწყვეტილი, ან არა დამაჯერებელი, ან არა საკმარისი თუ მიუღებელი? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. დიახ, ვუსმინე ნაწილს და მაგრამ თავარი მე ალბათ მოვისმინე. ჩვენ თავდაპირველად მინდა რომ ის ხაზი ვთქვა და შემდეგ სხვა დანარჩენი ჩემი განმარტება ამის ირგვლივ იქნება, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ის არ შეყვება ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს ამ თამაშში და არ უზრუნველყოფს ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ლეგიტიმაციას. აი ეს არის მთავარი, სხვა დანარჩენს ვთქვათ ამასთან კავშირში განვმარტავ. ეხლა რაც შეეხება ვთქვათ იმ პროდასალური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებას, რომლებიც ჯერ უნდა ვთქვათ ასევე ესეც, რომ მაგალითად თუკი გახარიას პარტია თავიდანვე აღნიშნავდა, სხვა პარტია ამაზე პირდაპირ ჩამოყალიბებული არ არის, ჯერ განცხადებულად ოფიციალურად და ესე არაფერს არ ამბობს, ამიტომ ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ იმ იმედს, რომ ისინი ასე ვთქვათ შეხედავენ სახელმწიფოებრივად შეხედავენ ქვეყნის ინტერესებს, იზრუნებენ იმაზე, რომ ქვეყანა მთლიანად არ ჩაუგდონ ხელში რუსეთს და არ მოხდეს აქ ბელორუსული საკანი, რაც არის ამ თქვათ თითქოს სუვერენულ ბელორუსიაში და რეალურად კი იქ მმართველობას ანხორციელებს სწორედ რუსული ტიპის ხელისუფლება. ასე რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რატო არ ვიღებთ, ამას განვმარტავ თქვენი კითხვისგან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ და არა მხოლოდ ჩვენ მიგვაჩნია, არამედ სამართლებრივად და პოლიტიკურად ეს ასეა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ეს ყველა შემთხვევაში გულისხმობს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის არალეგიტიმური ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებად წოდებული, რაღაცა პირთა ჯგუფის, რომელიც დღეს პარლამენტში არის შეკრებილი, აი მათ ლეგიტიმაციას და თუ რატო გულისხმობს ეს ლეგიტიმაციას, ამასაც განვმარტავ, თუ აქვე თუ არის შესაძლებელი, თუ არა და დამატებითი კითხვის შემთხვევაში, რატო არის იცით ამის განმარტების საჭიროება? ხოლმე აქცენტს ამაზე, რომ აი ის საპარლამენტო არჩევნები ცალკე აღებულია და ხო ეს მოდის ჩანიშნული კონსტიტუციის მე მომისმენია კი ბატონო მე მომისმენია ძალიან საპატივცემულო ექსპერტები რომლებიც ამას აღნიშნავენ მაგრამ მე იმავდროულად მინდა ვუთხრა ყველა ამ ექსპერტს და ჩვენს მეგობარ და პარტნიორ პროდასალურ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა რატო იწვევს ლეგიტიმაციას რატო იწვევს იმიტომ რომ ეს ჯერთი ლეგიტიმაცია გულისხმობს ყოველთვის აღიარებას იმ წესების მიღებას იმ დღის წესრიგის აღიარებას რა დღის წესრიგსაც შენ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება შემოგთავაზებს და ფაქტია რომ ქართული ოცნების ინტერესია რომ რაც შეიძლება მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და აი რატო იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის რეალურად პრობლემაა ეს არალეგიტიმაცია ხო ჩვენ ვხედავთ რომ ქართული ოცნების აღიარება არ ხდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ არც ქვეყნის გარედან ისინი ამას ძალიან განიცდიან ის რომ განიცდიან ეს ჩანს მათ ყველა გამონათქვამში ყოველდღიურ ასე ვთქვათ განცხადებებში ყოველდღიური გამოსვლებში და ასე შემდეგ ამიტომ რატო არის მნიშვნელოვანი მათთვის რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღოს მონაწილეობა და განსაკუთრებულ
ადვილად პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ანუ იმ პარტიებმა, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს და მხარდაჭერა აქვთ ხალხის და მათთვის არ არის საკმარისი, ასე ვთქვათ, სპეციალურად შექმნილი ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა, თორე ხა ისინი რომ მიიღებს მონაწილეობას, მაგალითად ხალხის ძალა, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. იმიტომ რომ არჩევნები არის დემოკრატიზაციის პროცესი და ეს არჩევნები ყოველთვის გულისხმობს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება თუ საპარლამენტო არჩევნები იქნება, ყოველთვის გულისხმობს მრავალპარტიულ მონაწილეობას და აი ეს მრავალპარტიულობა, გარდა იმისა, რომ შენ არჩევნებში მონაწილეობით ესე იგი აღიარებ არჩევნებით ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ წესებს და ასე შემდეგ, იმავდროულად შენი მონაწილეობით და მრავალპარტიულობის შექმნით, ანუ ქმნი პლურალისტურ გარემოს და უქმნი ფასადური დემოკრატიას ქართული ოცნების ამ რუსულ რეჟიმს, რაც მას აძლევს შესაძლებლობას თქვას და გამოიყენოს ის პრინციპები, რაც კონსტიტუციაში გვაქვს, რომ ქართული აი ეს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ იყო თავისუფალი, რომ იყო თავისუფალი ნების გამოვლენა, იმიტომ რომ ყველა და კონკურენტუნარიანი. ანუ ეს იქნება ფასადური, რომელსაც ძალიან კარგად გაყიდის ოცნება თავისი ლეგიტიმაციის მიზნებისათვის და აღნიშნავს, რომ აი ჩვენ ვიყავით ლეგიტიმური და არის ლეგიტიმური. ამასთან მინდა რომ ისა ხაბატონო კამარა აუცილებლად უნდა დავამატო განსხვავება, რომ ის სხვა იყო და ეს სხვა იყო, რომ ამბობენ, აი სწორედ რომ სხვა არის საპარლამენტო არჩევნები და თვითმმართველობის სხვა არის და არსობრივად განსხვავდება, ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ ხელისუფლება ყალიბდება სახელმწიფო, აი რასაც ქვია სახელმწიფო ხელისუფლება ყალიბდება საპარლამენტო არჩევნების შედეგად. თან ჩვენ ვართ საპარლამენტო მართვის ქვეყანა, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქციები, ყველა სფეროში აბსოლუტურად. თვითმმართველობის არჩევნები დისტანცირებული უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლებისაგან იდეაში და ნამდვილი თვითმმართველობის იდეიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ თვითმმართველობა მთლიანად იმართება ასევე ქართული ოცნების მიერ. ამდენად შეუძლებელია, რომ ასე ვთქვათ, გავიზიარო მათი მოსაზრება, რომელიც აღნიშნავს, რომ თითქოს ჩვენ შევძლებთ რომელიმე თვითმმართველობაში კი ბატონო რაღაცა უმრავლესობის მოპოვებას, მაგრამ აქამდე არც უნდა მიდიოდეს საკითხი, იმიტომ რომ თუ მოიპოვებ უმრავლესობას, ისე გამოდის, რომ ქართულმა ოცნებამ მოქცა ამის შესაძლებლობა და მანამდე არის მთავარი ლეგიტიმაციის გზა, რომ ის ამითი მოიპოვებს ლეგიტიმაციაზე. ჩვენ აი ეს ფასადური დემოკრატიის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას არ უნდა მივცეთ. კი ბატონო, კაპიტან მაია, თქვენ ძალიან კარგად იცით კონსტიტუციაც, კანონებიც და იცით ასევე ძალიან კარგად, რომ ხელისუფლების ცვლილების ყველაზე მთავარი დემოკრატიულ სახელმწიფოებში ყოველ შემთხვევაში გზა არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ხო? მეორე გზაც არსებობს, ეს არის მაგალითად რევოლუციური გზით ხელისუფლებების შეცვლა, მშვიდობიანი რევოლუციით მომხდარა ეს საქართველოშიც. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, ხო? თუ არ მიდიხარ არჩევნების გზით, მაშინ რა გზით მიდიხართ თქვენ, რომლითაც ეფექტურად კანონის ფარგლებში ცვლით ასევე ივანიშვილის რეჟიმს. დიახ, ხალხს აქვს აჯანყების უფლება და რევოლუციის უფლება, როდესაც ხელისუფლება ეგრეთ წოდებული და თან მით უმეტეს არალეგიტიმური პირთა ჯგუფი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან და ასე ვთქვათ უზურპირებული აქვს ხელისუფლება და ცდილობს თავისი ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ასე ვთქვათ დრაკონული, ანტიდემოკრატიული ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებას და ანხორციელებს ასეთ წესებს. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებობს შესაძლებლობა სწორედ აი ამ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მოქმედების შედეგად და ერთობით, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, აი ამითი შევუწყოთ ხელი ქართული ოცნების პოლიტიკური რეჟიმის ჩამოშლას, იმიტომ რომ ეს დელეგიტიმაცია ჩამოშლის სრულიად ქართულ ოცნებას და აი ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათი ხელისუფლების დევალვაცია, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორედ ერთობით, ოღონდ ერთობით ადგილობრივი თვითმმართველობაში არ მონაწილეობის გარშემო და არა ვთქვათ აი ესე ჭადრაკისებურად ვიღაცა მიიღოს მონაწილეობა და ვიღაცამ არა ასე, არამედ ერთობა, რომელიც დამყარებული იქნება პრინციპულობაზე, თანმიმდევრულობაზე, რომელიც დამყარებული იქნება
სახელმწიფოებრივ ხედვაზე. იმიტომ რომ ეს სახელმწიფოებრივი ხედვა არ არის ლიტონის სიტყვა. როდესაც პოლიტიკური პარტია ვერაცნობიერებს, რომ მისი თვითმმართველობაში შესვლით რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, მაგალითად ხატია დეკანოიძე ამბობდა, რომ 4-ში უნდა იყოს დიდი შეკრება, საყოველთაო მობილიზაცია ზუსტად რეჟიმთან არ თანამშრომლობის კუთხით, ასე ვთქვათ, და აი ამ ურის ქვეშ ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს რეჟიმის წინააღმდეგ და ბოლო-ბოლო დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აი ამ ხალხის ერთობით და აი ამ მთელი ამ ძალების მობილიზაციით. აი უფრო მკაფიოდ როგორ შეიძლება დაინახოს ადამიანმა, რომ კარგი არ მიდიხართ თანამშრომლობაზე, ჩაჭრილია ყველა გზა, არავითარი ადგილობრივი არჩევნები, არანაირი ლეგიტიმაცია რეჟიმს, შემდეგ რა შვებით? აუცილებელი არის მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ უკიდურესი რევოლუცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ არადემოკრატიული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმი, ასე ვთქვათ, გადავარდეს და დამკვიდრდეს ქვეყანაში დემოკრატიად დაუბრუნდეს ქვეყანა თავისი ევროპული განვითარების გზას. მაგრამ სანამ არსებობს რესურსები, რომ გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ქართული ოცნება თავად ჩამოიშალოს, აი ამ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან წნეხით, ქვეყნის შიგნიდან წნეხით, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან შეხვედრები, აუცილებელია დარწმუნება მოქალაქეების, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუნდაც მოქალაქეების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, ეს არის დამღუპველი მათი სახელმწიფოსათვის, ანუ ქართული სახელმწიფოსათვის, დამღუპველია სწორედ იმ სუვერენული უფლებებისათვის, რომელზეც ახლა ასე შეფუთულად გადაგ ოცნება, მაგრამ რეალურად ოცნება სუვერენიტეტს რო იძახის და დამოუკიდებლობას, მას წარმოუდგენია ეს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ანალოგიურად რაც ბელორუსს აქვს, იმიტომ რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შეუძლებელია რუსეთის მმართველობის ქვეშ კონდეს რომელიმე სუბიექტს. ის ვერ იქნება თავისი არსით სუვერენიტეტი და რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, საერთოდ თანამედროვე განვითარება ქვეყნების შეუძლებელია წარმოვიდგინო აი ამ სხვა ასე ვთქვათ დემოკრატიულ ქვეყნებთან თანაარსებობის გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ გარკვეული ურთიერთ პასუხისმგებლობის გაცვლის გარეშე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან, რას ნიშნავს რუსეთის მმართველობის ქვეშ წყალებში სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და რას ნიშნავს, როდესაც ევროკავშირში ხარ და იქ გაქვს დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ის ევროკავშირი იცავს მართლაც რეალურად ჩვენს რეალურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ქაბატონ მაია და მაინტერესებს გუშინდელი ასე ვთქვათ აქციის შეფასებაც და სალომე ზურაბიშვილის მიმართვის, რომელმაც თქვა, რომ თავარი არის ერთიანობა, ხო? ისე პრინციპში ერთობა, ხო? კი გამახსენდა მე მგონი ერთი თვის წინ იყო სალომე ზურაბიშვილი რო ამბობდა, რომ ეს ერთობაო რაღაც შემოგდებული თემა მგონიაო და ძლიერი კონსოლიდაცია უფრო მე მგონი ამ შინაარსის განცხადება ქონდა, მაგრამ კარგია ერთობა ყველა მოითხოვს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. როგორ ფიქრობთ, არის ამის რესურსი და ფიქრობთ, რომ აი სალომე ზურაბიშვილის როლი იქნება აქ ან მნიშვნელოვანი, ან გადამწყვეტი? იცით კი, გუშინ აღნიშნა ქალბატონმა სალომემ, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნებრივია, ჩემ მოსაზრებას ვიტყვი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უმჯობესი იქნებოდა უფრო მკაფიო ყოფილიყო ქალბატონის სალომეს განცხადება ამ ერთობასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც არაერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერები არის ციხეში, მაგალითად ჩვენი 3 ლიდერია, ლელოდან 2 ლიდერია, იქეთ ის აღმაშენებლის კიდევ ერთი ლიდერი, ისე არიან ყოფილი პოლიტიკოსები თუ ეხლაც პოლიტიკოსები, მაგალითად თარგამაძე, ოქრუაშვილი, და ყველა რო ჩამოთვალო და მიხეილ სააკაშვილი. კი ბატონო, მე არ ვიცი უყურებს თუ არა ფორმულას
არის თუ არა ყურებადი რუსთავის დახურული დაწესებულებაში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები მელია, გვარამია, იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხაზარაძე, ჯაფარიძე და ეს ვიცი უკვე ჩამოვთვალეთ, ისინი ყველანი სწორედ იმიტომ არიან ციხეში და გისოსებს მიღმა, რომ ამ ხელისუფლებას გაუწიეს პრინციპული და თანმიმდევრული წინააღმდეგობა. ჩვენ გვყავს ლიდერი გარეთ, მაგრამ თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ქალბატონი ელენე ახლა შიმშილობს სწორედ იმის გამო, რომ აი ეს სახელმწიფოებრივი ხედვა დაანახოს ამ ერთობაში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ხო? აი ეს ერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს თავის აზრს და იქნება შინაარსიანი, როდესაც გაერთიანება მოხდება სწორედ თვითმმართველობაში არ მონაწილეობის გარშემო. ანუ გაერთიანება მოხდება იმის გარშემო, რომ არ მოხდეს ქართული ოცნების ლეგიტიმაცია, რომ გაერთიანება მოხდება იმის გარშემო, რომ ყველა შეთანხმდეს მტკიცედ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ეს არის რუსეთისაკენ გზა, ეს არის ბელორუსული საკანი საქართველოში, რომელიც თავის თავში გულისხმობს ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვას და ბელორუსული სტილის სუვერენიტეტის დამკვიდრებას და დამოუკიდებლობის დამკვიდრებას. ამიტომ ბუნებრივია ერთობას ჩვენ ვეთანხმებით, ვეღონდ ვეთანხმებით თვითმმართველობაში არ მონაწილეობის გარშემო და არა იმის გარშემო, რომ ვიღაცას გადაწყვეტილი ქონდეს ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ან მის თქვათ რომელიმე ქალაქში მონაწილეობა, რაც სრულიად რო არ დაუბრუნდნენ ნათქვამს, ასევე რაც სრულიად გამორიცხავს ერთობის შესაძლებლობას. ამიტომ ერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს თავის აზრს და არს, თუ კი ქმედებები შეესაბამება ამ ერთობის შინაარსს. დიდი მადლობა ქალბატონ მაია, წარმატებას გისურვებთ.